გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ეთერში ვარ მე, ლია ბარათაშვილი, როგორც ყოველთვის და ხშირად ჰაგაგი გოგოლაძე ჩანს გარზე და დღეს ვისაუბრებთ კვანძებზე, იმიტომ რომ თემა არის აქტუალური, ყოველთვის გვეკითხებიან ამ თემასთან დაკავშირებით და ქართულ საზოგადოებაში რატომღაც არსებობს ასეთი განსხვავებული აზრები ამ კვანძებთან დაკავშირებით და კერძოდ. პირველ რიგში, სანამ ესე უფრო კონკრეტიკაზე გადავალთ, ვისაუბროთ თვითონ რა არის კარმული კვანძები. კარმული კვანძები აჩვენებს ადამიანის წინაინკარნაციულ გამოცდილებას და ეხლანდელ ამოცანას. ფიზიკურად კარმული კვანძები არის მთვარის ორბიტის გადაკვეთის წერტილები ეკლიპტიკაზე. ჩრდილოეთის კვანძი გვიჩვენებს ჩვენს ეხლანდელ კარმულ ამოცანას, რა აქვს ადამიანს დასამუშავებელი, რა აქვს შესასრულებელი და რა საკითხები აქვს ასათვისებელი ამ ცხოვრებაში. ხოლო დაღმავალი კვანძი გვიჩვენებს ჩვენს წინაინკარნაციულ წარსულ გამოცდილებას, რა პროგრამით მოვიდა ადამიანი, რა ნიჭებით მოვიდა ადამიანი. იქ ახლა ეს სიუჟეტი პოზიტიურია თუ ნეგატიურია, უნდა ვნახოთ ასპექტები კვანძების, კვანძის მართველი რა მდგომარეობაშია, თუმცა თავარი აზრი არის ის, რომ ბევრი ასტროლოგი თვლის, რომ ადამიანი უნდა თუ არ ითქვას სამხრეთ კვანძზე, დაღმავალ კვანძზე და უნდა წავიდეს აღმავალი კვანძისკენ. უნდა წავიდეს აღმავალი კვანძისკენ, მაგრამ აქ მაგალითის მოყვანა მინდა. აი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ახალგაზრდა ბიზნესმენი, ბიზნესის აგება გინდათ და მამამ დაგიკტოვათ მემკვიდრეობა. და მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ არა, მე ეს მემკვიდრეობა არ მინდა, მე ჩემი ფულით მინდა ავაგო ეს ბიზნესი და არ მაინტერესებს საერთოდ ეს მემკვიდრეობა. ხო? ან ხო, გასაგებია, რომ ხუთი ნაბიჯით უკან ხართ. გასაგებია, რომ თქვენ რაღაცა პოტენციალს დაეყრდნობით, ხო? იმ პოტენციალს გამოიყენებთ, გასაგებია, რომ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მეორე ვარიანტი შეიძლება მამა ვალები დაგიტოვოს. ესეც შესაძლებელია, მაგრამ ეხლა ოჯახის ვალები უნდა გაისტუმრო, ხო? აი ასეთი თემა. ეს ძალიან პრიმიტიულად და გამორტივებულად. ამიტომ ის რაც მოაქვს სამხრეთ კვანძს, ეს არის ჩვენი პოტენციალი. კარგი, ცუდი, დადებითი, უარყოფითი, ეს არის ნიჭები, რომელიც მოყვებათან, ეს არის ვალები, რომელიც მოყვება და უნდა დავასრულოთ. აქ ეს შანსია, რომ ის გავისტუმროთ, ის ძველი რაღაცეები, რაც დაუშვათ არ დავასრულეთ იქ. ეს არის, აბა საიდან არის რომ იბადებიან ეს ნიჭიერი ბავშვები, ხო, სიმღერის ნიჭით, სმენით, არაჩვეულებრივით, კომპოზიტორები, მხატვრები, რომელსაც თანდაყოლილი ნიჭები აქვს, ხო? ეს მოყვება სულს ეს პროგრამა და შესაბამისად ეს უნდა მივიღოთ. ეს რო არ მივიღოთ, ხო? ხაერში ვიქნებით, ვერ წავალთ. და ამის მაგალითები, ეხლა მე არ დავიწყებ აქ რუკების გარჩევას, მაგრამ ამის მაგალითები გვაქვს უამრავი, როცა ადამიანი არ ეყრდნობა თავის დაღმავალ კვანძს, პირდაპირ გადადის აღმავალ კვანძზე და შესაბამისად მე დამახინჯებულად გადაყვალ აუცილებლად, ხო? რა ნიჭი და პოტენციალიც გაქვს, უნდა მით უმეტეს სამყარო გვაძლევს დროს, რომ დაღმავალ კვანძთან ვიმუშაოთ. დაბადებიდან ვერავინ ვერ გადადის აღმავალ კვანძზე. ჩვენ გვაქვს პერიოდები, სპეციალური კარმული კვანძებთან დაკავშირებული, კვანძების დაბრუნებებთან დაკავშირებული პერიოდები, როცა სამყარო გვთავაზობს სიტუაციას და ნახულობს, მზად ვარ თუ არა გადავიდეთ აღმავალ კვანძს. აი ეს არის, ძალიან პრიმიტიულად რო ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, ეხლა ეს ასე პრიმიტიულად არ არის, იმიტომ რომ იმ კვანძს თავის მართველი ყავს, ის თავის სახლშია, იმას თავის ასპექტები აქვს და უკვე სურათს ამისთვის ასტროლოგია საჭირო. უკვე სურათს შლით, მაგრამ აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ეს არის ასე. კი, და თან ეს არ არის რომ ერთი და ორი შემთხვევა, რომ ესე თვლიან, რომ აი დაღმავალს არ უნდა გაეკარო, არის ძალიან ხშირი და ასტროლოგების ალბათ უმეტესობა ესე იზიარებს, მაგრამ თავარია პრაქტიკა, რუკაში უნდა ჩაიხედოს ადამიანმა და პრაქტიკაში ნახოს. მაგალითად, ხედავ, რომ ადამიანი არის შემოქმედებაში, ხელოვნებაში და ხედავ მის რუკაში, აი პრიმიტიული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ქვედა კვანძი არის მე-12 სახლში.
ზედა კვანძი დგას მე-6 სახლში. ანუ ადამიანს ეს ნიჭები შემოქმედების, ხო, მოყვება კარმულად. ეხლა ნიშნებს და იქ გარჩევას არ დავიწყებ, უბრალოდ მე-12 სახლი რო ვთქვათ. შეუძლია რა თქმა უნდა ადამიანს დაეყრდნოს ამ მე-12 სახლის ენერგიას, იყოს მუსიკაში, იყოს ხელოვნებაში, ოღონდ ეს უნდა აქციოს სამსახურად, მის რუტინად, შრომად, რადგანაც კვანძი აქ მე-6 სახლში თხოვს სისტემურობას, კვანძი მე-6 სახლში თხოვს, რომ ეს ამ ნიჭებს და პოტენციალს დაეყრდნოს, მაგრამ ამით მოახდინოს პრაქტიკული რეალიზაცია. ყოველდღიურ შრომაში შემოიტანოს, ხო. ან ყველაზე არასასიამოვნო არის რა, ნახეთ, როცა ადამიანს აქვს რაღაც ნიშანში დაღმავალი კვანძი და იმ ნიშანშივე დაუშვათ, ნუ იქნება შეერთებული, უბრალოდ იმ ნიშანშივე ყავს მზე. და ადამიანს ეუბნებიან, რომ შენ დაღმავალი კვანძის თემებზე ვარი უნდა თქვა და იქ მზე ყავს ადამიანს, ანუ როგორ თქვა შენ თავზე ამბობ ვარ. სიცოცხლეზე თქვას ვარი, საკუთარ თავზე თქვას ვარი, ამ თუ არ იყავს იქ დავუშვათ კვანძთან შეერთებული სიტყვაზე, ან არ თუნდაც არ შეერთებული. რა ქნას დავუშვათ ხალი არ გათხოვდეს, ბავშვები არ გააჩინოს? თავის მოთხოვნილებებზე თავის მოთხოვნილებებზე თქვას ვარი? ანუ ეს არის ელემენტარული ლოგიკა. ანუ აქ დიდი ცოდნა ასტროლოგიის არ უნდა. ეს არის ელემენტარული ლოგიკა, რომელიც აი ცოტა თუ ამ ხაზს გავყვებით, მიხვდებით, რომ ეს არის ასე. ხო. და ნუ დანარჩენი უკვე ტექნიკის ამბავია და დანარჩენი უკვე პროფესიონალიზმის ამბავია, იმიტომ რომ ეხა ასე პრიმიტიულად ეხა მარტო ნიშანში არ გვეუბნება იქ მართველია, ასპექტია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მთავარი სათქმელი რაც არის, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად ვეყრდნობით დაღმავალ კვანძს და დაღმავალი კვანძის გამოცდილებას და უკვე შემდგომ ვასრულებთ აღმავალს. კი ბატონო. ხო და მოდი მაშინ თითო ორი წინადადებით ვთქვათ ნიშნებში, ანუ რას დაეყრდნოს და რა საითკენ იმოძრაოს. ნუ ეს ძალიან ზედაპირული ფენაა, რა თქმა უნდა. დაიწყეში. დავიწყო. ნუ ვერძის ასწორის ღერძი პირველ რიგში. აღმავალი კვანძი ვერჩი, დაღმავალი კვანძი სასწორში. დაღმავალი კვანძი სასწორში მეტყველებს, რომ ადამიანი ოდესღაც იყო უფრო ჰარმონიული, მიჩვეული კომფორტს, უფრო შესაძლებელია ჰქონდა დიპლომატიასთან შეხება, შესაძლებელია იყო უფრო კომპრომისული, ორიენტირებული იყო საზოგადოების აზრებზე, პარტნიორულ ურთიერთობებზე, ზედმეტად ითვალისწინებდა სხვის პრიორიტეტებს. და ეხლა აღმავალი კვანძი როა ვერტში, ადამიანს ევალება, რომ უფრო მეტი აქცენტი გააკეთოს საკუთარ მეზე, საკუთარ თავზე, ისწავლოს საკუთარი მეს გამოვლინება, ისწავლოს საკუთარ თავზე კონცენტრაცია, დამოუკიდებლობა და რაღაცების საკუთარ თავზე აღება. ზედმეტად არ უნდა დაეყრდნოს სხვა ადამიანებს და პარტნიორებს. ადამიანს აქვს პროგრამა, რომ ისწავლოს დამოუკიდებლობა. ლიდერული პროგრამა. და ლიდერული თვისებები გამოიმუშაოს. პირველობაზე ჰქონდეს პრეტენზია, თვითგამოვლინებაზე ჰქონდეს ორიენტაცია და ასე შემდეგ. ელემენტი ვერტში ითხოვს თვითგამოვლინებას და პირიქით როცა არის დაღმავალი კვანძი არის ვერტში და აღმავალი კვანძი არის სასწორში, ანუ ეს იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანს აქვს უფლება თავისი ნების გამოყენების, მაგრამ უნდა ისწავლოს, აი ძალიან ერთი წინადადებით რო ვთქვა, უნდა ისწავლოს ჰარმონიზაცია თავის ნების, ანუ თავის ნების გამოყენება საზოგადოებაში, ადამიანებთან ურთიერთობებში ჰარმონიულად. აი ეს განა ის რომ არ უნდა იმოქმედოს, განა არა, პირიქით, თავის პირველობას უნდა დაეყნოს, თავის დამოუკიდებლობას უნდა დაეყნოს, მაგრამ გაწონასწორება უნდა ისწავლოს საზოგადოებასთან. ანუ უნდა გავიდეს კატეგორიებიდან მე მინდა, მე ვაკეთებ იმიტომ რომ მე მინდა, არამედ ისწავლოს გათვალისწინება სხვა ადამიანების. ანუ საკუთარი მეტი ზედმეტად არ შეაწუხოს სხვები. საკუთარი მეტი ზედმეტად არ შეაწუხოს სხვები, მაგრამ არც დათქუნოს საკუთარი მე. ხო, შეიძლება. დაღმავალი კვანძი მორიელში, აღმავალი კვანძი კუროში. ნუ დაღმავალი კვანძი მორიელში მეტყველებს, რომ ადამიანმა მიიღო ძალიან ინტენსიური ემოციური გამოცდილება, დაძაბული გამოცდილება. შეიძლება იყოს რაღაცა ომებში, შეიძლება იყოს რაღაცა მაგიურ სიტუაციებში. მოკლედ რო ვთქვათ, აი დაძაბული გამოცდილება აქვს მიღებული. და სულს ეხლა შინაგან დონეზე თითქოს აქვს მუდმივი დაძაბულობა ემოციურ დონეზე, უჭირს სიმშვიდე, უჭირს კომფორტი, უჭირს სიმყარე. ეხლა აღმავალი კვანძი კუროში მას თხოვს, რომ ისწავლოს მატერიალური თემებით სიამოვნებების მიღება, დამშვიდდეს, შედეგზე ორიენტირებული გახდეს, კომფორტით მატერიალური რაღაცების სიამოვნება მიიღოს და ისწავლოს. კუროს თემები, ანუ მატერიალური რაღაცები მიიღოს. ყველანაირი მიწიერი სიამოვნება. სიამოვნება, ასევე პრაქტიკულობა, პრაგმატულობა და ორიენტაცია რესურსების დაგროვებაზე. და თავისი ნიჭების გაღვიძებაზე. კურო ხელოვნების ნიშანია. ნიჭების და ნიჭების
ანუ პრაქტიკულად გამოყენებაზე და აი ესე კარგი კვანძია მინდა ხო პირიქით როცა არის ანამიანი პირიქით უნდა გამოვიდეს აი ესე მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო ხშირად დაღმავალი მორიელები არიან ეზოთერიკაში და ბევრ ასტროლოგს აი მეგობარს ყავს სიტყვას დაღმავალი მორიელში და უთქვავს არ გაეკარო ეზოთერიკას ასტროლოგიას მსგავსებებს იმიტომ რომ ეს დაფარული ცოდნაა რეალურად აქ რა უნდა ქნა შეგიძლია დაეყრდნო ამ შენ მაგიურ გამოცდილებას მაგიურ ცოდნას იმიტომ რომ იქ დაღმავალი მორიელში როა შეიძლება სულს აქვს ეს გამოცდილება მიღებული მაგრამ ამით იქ ჭირდება აუცილებლად კუროში რო ყავს კვანძი პრაქტიკული რეალიზაცია შენ რო ამით სიტყვაზე ფული იშოვნო მატერიასთან ურთიერთობა ისწავლო კომფორტი შექმნა რა კომფორტი შექმნა შენ რომ რა ქვია ეხლა რაღაცა იქ დაუშვათ იქ მაგიაში ხარ და რაღაც ხო არა ჩვეულებრივი აი ხო გინდა რიტუალები, მიწის რიტუალები გააკეთე, ბუნებაში გადი. ნახეთ, ბუნებასთან ახლოს მარტივი, გაამარტივეო ბუნებიან. მიიღე მატერიალური ცხოვრება მთელი თავისი სილამაზით. და შენ თუ ამ მორიალური თემებით ხვებზე ზრუნავ, ხვებს უქმნი კომფორტს, საკუთარ თავს უქმნი კომფორტს, ხო? ამ შვიდებს საკუთარ თავს პირიქით ეღრდნობი დაღმავალს, ამუშავებ აღმავალს. ძალიან მარტივი. პირიქით როცა არის, მაშინ ადამიანმა უნდა ისწავლოს ანუ როგორც ჩანს ადამიანს ქონდა ანუ ძალიან მატერიაზე მული იყო დაამუშავა ეს თემები ან რაღაცა დავალიანებით მოვიდა მაგ ყუროს თემებთან დაკავშირებით და ადამიანმა უნდა ჯერ შექმნას პირველ ნახევარში ან რაღაც ეტაპზე თავის ცხოვრებას ეს მატერიალური კეთილდღეობა და მე ისწავლოს გამოსვლა ამ კომფორტის ზონიდან ანუ ყველაზე დიდი საშიშროება ამ ადამიანების არის რომ უნდათ დარჩენა კომფორტის ზონაში უნდათ დარჩენა მხოლოდ ორიენტაცია მატერიალურ სამყაროზე, არავით არის სულიერება, საყოფაცხოვრებო თემებზე, არავით არის სულიერება და ნუ შესაბამისად ეს არ არის მათი. აი სულილებები უჭირთ ხშირად ეს ტრანსფორმაციული სულილებები, ტრანსფორმაცია, სულიერება, ანუ რაღაც ის ეზოთერიკის თემები, თუნდაც, ნუ აი ძალიან კარგია მაგალითად ამ კვანძის დატვირთვა ხელოვნებით, აი მორიელი წყლის ნიშანი ძალიან კარგია იქ ცეკვით, იქ ხელოვნებაში ძალიან კარგად იტვირთება კურო მორიელის ღერძი მაგალითად. რაც თავარია, ანუ ადამიანი მასშტაბური რაღაცებით უნდა დაინტერესდეს, ანუ ამ კომფორტის ზონიდან და საყოფაცხოვრებო თემებიდან უნდა გამოვიდეს. ცოტა ფული კი არა, ბევრი ფული. კი, ანუ ეს ამბიცია უნდა მოემატოს რა. საზოგადოებრივად სასარგებლო რაღაცები უნდა აკეთოს, იმიტომ რომ ანუ კურო არის ჩემი რესურსი. აი ჩემი რესურსი უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ ანუ შევცვალო რაღაცა საზოგადოებაში. აი ესეთი თემაა. კარგი, შემდეგი. აღმავალი კვანძი ტყუპებში, დაღმავალი მშვილდოსანში. ჩემი კვანძები. ნუ დაღმავალი მშვილდოსანში მეტყველებს, რომ ადამიანს აქვს უმაღლესი ცოდნა მიღებული, უმაღლესი გამოცდილება. მეტყველებს იმაზე, რომ ოდესღაც იყო ან ფილოსოფოსი, ან მასწავლებელი. ეხლა მთავარი პროგრამა აქ რა არის, რომ ადამიანმა ისწავლოს მოსმენა, ანუ გამოვიდეს მასწავლებლის როლიდან და იყოს არა, ბევრი სიუჟეტები, არა მარტო ფილოსოფოსი მასწავლებელი. ან მოგზაური იყო, ძალიან ბევრი სიუჟეტები აქვს. ყველაფერს მოკლედ ხო? და ეხლა უნდა ისწავლოს მოსმენა, უნდა ისწავლოს სხვისი აზრის გათვალისწინება, უფრო ადამიანი უფრო უშუალო უნდა გახდეს ურთიერთობებში, კომუნიკაციაში, მარტივად მიუდგეს მასწავლებლური სიმაღლეებიდან უნდა ჩამოვიდეს და გვიკადროს. კი, დაღმავალი მშვილდოსნებს ხშირად აი თუ ცეცხლის მზეა განსაკუთრებით და ამბიციური ნიშნებია გამოკვეთილი, სნობობა ახასიათებს. ხშირ შემთხვევაში ზევიდან გიყურებს თითქოს. ეხლა ტყუპებში კვანძი გთხოვს უფრო უბრალოებას, ხო? ანუ ყველა ადამიანს თანასწორად უნდა მიუდგე და მარტივად ესაუბრო, მარტივად დაელაპარაკო და ტყუპების კვანძი გთხოვს, თავარი თემა აქ რა არის, მუდმივად იყავი მოსწავლის როლში. ანუ ყველაფერზე თითქმის ახლა ყველაფერი ადამიანს რა თქმა უნდა ვერ გეცოდინება, მაგრამ ეს საბაზისო თემები რაც არის, ზოგადი ცოდნა უნდა გქონდეს. ზოგადად სწავლის ღერძია, ხო? პრაქტიკული ცოდნა, ზოგადი ცოდნა, პრაქტიკული ცოდნა, კომუნიკაცია, დემოკრატია, იყავი დემოკრატი ზემოდან არ ნურავის ნუუყურებ და ასე შემდეგ. ხო, პირიქით როცა და გაავრცელე ცოდნა ასე, ხო, ანუ დაეყრდენი იმ შენ მასწავლებლურ გამოცდილებას და ცოდნის გავრცელება მოეთხოვება ადამიანს. იმიტომ მოგეცა კვანძი, რომ ის პოტენციური ცოდნა, რომელიც ანუ ხო, გააქვს და სულს ახსოვს სინამდვილეში. ხო, ანუ ის უნდა გაავრცელოს. სხვადასხვა დონეზე ხდება კვანძების დამუშავება. ახლა მე რო აღმავალი ტყუპებში მყავს, კონსულტირების სფეროში ვარ და ლაპარაკი მიწევს, ვიღაცა შეიძლება ვაჭრობაში იყოს, ვიღაცა შეიძლება გამომცემლობაში მუშაობდეს და ასე შემდეგ. ხო, გააჩნია რა დონეზეც ხო. ბევრი თემები, ეხლა ყველა თემას ვერ დავასახელებ.
შემდეგი რა გვაქვს? ანუ აღმავალი კირჩხებში პირიქით ხო, პირიქით როცა არის დაღმავალი ჯგუფებში, დაღმავალი მშვილდოსანში, ცეცხლის, როცა ცეცხლის ნიშანში აღმავალი კვანძი ყოველთვის ლიდერული თემაა, ყოველთვის. ოღონდ გააჩნია სად, ახლა ვერ სხვა ლიდერობა აქვს, მშვილდოსან სხვა, ხო? ეუბნება კვანძი, რომ შენ წინა ცხოვრებაში თუ წინა ცხოვრებების გამოცდილებაში ეს არ არის წინ მარტო ერთი წინა ცხოვრების თემა. ხო, იყავი მოწაფე, იყავი კომუნიკაციაში, იყავი მოსწავლე, ეს თემები უკვე დამუშავებული გაგდა. ან თუ არა გაგ დამუშავებული, ეხლა პირველ ეტაპზე შენი ცხოვრების უნდა იყო მოწაფე, უნდა ისწავლობევრი, უნდა ინფორმაცია დააგროვო, რათა შემდგომში გადახვიდე მასწავლებლის როლში, გახდე უფრო წარმატებული, უფრო განვითარებული. აქ არ არის საუბარი, მაინც მასწავლებელი იყო, ან პროფესორი იყო. უბრალოდ შენ უნდა დადგე იმ გარემოზე მაღლა, რომელშიც დაიბადე და გაიზარდე. მეტი გამოცდილება უნდა მიიღო, მეტი უნდა იმოგზაურო, მეტი ენა უნდა იცოდე, მეტი ცოდნა უნდა კონდეს და ასე შემდეგ. ვიწრო საზღვრებს გასცე. ვიწრო საზღვრებს გასცე, ეს რეალიზაცია, ანუ სხვადასხვა დონეებზე არის შესაძლებელი და დანარჩენი უკვე მართველი გვაჩვენებს და კიდე სხვა რაღაცები. შემდეგი აღმავალი კვანძი კირჩხებში, დაღმავალი კვანძი თხისრქაში. დაღმავალი კვანძი თხისრქაში მეტყველებს, რომ ადამიანს აქვს სოციალური გამოცდილება მიღებული, ანუ იყო უფრო კარიერისტი, ორიენტირებული თავის სოციალურ მიზნებზე, სოციალური სტატუსის მოპოვებაზე, შეიძლება იყო უფრო ასკეტური, უფრო ცივი, ანუ არ შეიძლება რაღაცა ემოციის გამოხატვა, ზრუნვა და უფრო თხისრქული სატურნული ტიპაჟი იყო, ოდესღაც. იქ სატურნსაც გააჩნია, სად არის, თუმცა აი ზოგადად რო ან ადამიანი ფუტლარში ვერ გახსნა თავის ემოცია, ვერ გახსნა თავისი, რა ვიცი, ხო, სითბოს თემები და რაღაცა. და ძირითადად სოციალურ რეალიზაციას დაუთმო დრო. აღმავალი კვანძი კირჩხებში ახლა ფთხოვს პირველ რიგში გავიხსნათ ემოციურად. ვისწავლოთ მზრუნველობა ახლობლებისადმი. ანუ გამოვხატოთ ეს სითბო უფრო მეტად, იმიტომ რომ კირჩხების ენერგიას არის დედური ენერგია, ხო? ანუ მზრუნველობა უნდა ვისწავლოთ ახლობლების მიმართ. ეხლა გარდა იმისა, რომ კირჩხებში კვანძი გთხოვს, რომ ანუ ოჯახზე გქონდეს კონცენტრაცია, მზრუნველი იყო მშობლების მიმართ, აუცილებელი მთლად ესეც არ არის, იმიტომ რომ იქ მთვარე უნდა ვნახოთ, სად არის და კირჩხები, სადაც ტრადიციული ასტროლოგიით საზოგადოების ითვლება, ნიშნად ითვლება, იმიტომ რომ მთვარე ხალხს მართავს და შეიძლება ხალხზე ზრუნვით დაამუშავოს ადამიანმა. ხარ არის აუცილებელი, იცით რა, ეხა არიან ადამიანები, ეხა კირჩხების კვანძით მინახია, რომ ანუ არ შეუქმნია ოჯახი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს 60-ანას ვერ ასრულებენ. ადამიანებთან მუშაობენ, ხალხთან მუშაობენ, ხალხზე ზრუნავენ, სამშობლოსთვის აკეთებენ რაღაცებს. ანუ ყველა სხვადასხვა დონეზე იღებს. ანუ ეს აქ არ არის ასეთი ფორმულა, რომ რადგანაც კვანძი მყავს კირჩხებში, აუცილებლად უნდა გავთხოვდე და ბავშვი გავაჩინო. იქნებ არ მინდა კაცო გავთხოვდე და ბავშვი გავაჩინო. აი ხშირად ამბობენ პირიქით კვანძებზე დაღმავალი როა კირჩხებში, რომ პირიქით შვილი არ უნდა ყავდესო და მქონია შემთხვევა, რომ კონსულტაციაზე მოდის ადამიანი და კირჩხებია მთვარით, დაღმავალი იქ არის და ეუბნება შვილი არ უნდა ყავდეს. ანუ ეს არის დაუშვებელი, იმიტომ რომ კარგულ ბავშვს მიიღებს. იქ შენ დაღმავალი რო თხისრქაში ყავს, კარიერაზე მეტი აქცენტი უნდა გქონდეს გაკეთებული და სოციალური სტატუსის მოპოვებაზე და რაღაც პირად მიზნებზე, მაგრამ აუცილებელია იქაც რომ ჯერ ოჯახი ყავდეს და ჯერ დაღმავალი დაამუშავა, ანუ დაცული გარემო შექმნა, უსაფრთხო გარემო შექმნა, ემოციურად დამშვიდე, რომ მერე შეგეძლოს უკვე კარიერული რეალიზაცია. რა თქმა უნდა. აი როგორ წარმოგიდგენია, სხვანაირად იქნები ხაერში, ანუ იატაკზე ვეღარ იჯგები რა. ხარი საკლები არ იქნება. ანუ უნდა დაეყნო რაღაცას, ასე ხაერში გადავიდეთ იმაზე და რამდენი შემთხვევებია, როცა გადასულან ასე ადამიანები და სინამდვილეში ცუდად დაუმთავრებია ყველას. კი. ხო და პირიქით როცა გვაქვს ეხა აღმავალი თხისკა, ხო, აღმავალი თხისკა, ხო. აღმავალი თხისკა იმას ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა დაიყნოს რას პირველ რიგში, ხო, თავის კირჩხების თემებს უნდა დაიყნოს თავის ვერ ვიტყოდი რომ ოჯახსაც, რა თქმა უნდა, ოჯახის თემებსაც, რა თქმა უნდა დაიყნოს ადამიანი, მაგრამ უნდა გადავიდეს, ნახეთ, მასშტაბურ აზროვნებაზე, მასშტაბურ თემებზე. თუ კირჩხების გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ
როგორც ჩანს, ადრე ადამიანი ყველაფერს აღიქვავდა ძალიან ემოციურად, ძალიან შეიძლება ინტუიციურად, ხო, შეიძლება სუბიექტურად. ეხლა თხოვს, ანუ აქ არ არის კონკრეტულად თუ კარიერაში უნდა იყო, თუ იმაში უნდა იყო, თუ მეცნიერებაში უნდა იყო, ამაზე არ არის კონკრეტულად. ისწავლე ობიექტურობა, ისწავლე მასშტაბურად აზროვნება, ისწავლე მარტო შენ უსაფრთხოებაზე ნუ ფიქრობ, ანუ გამოდი შენი უსაფრთხოების ზონიდან და წადი დიდ სოციუმში, ან შექმენი, თუნდაც ნუ წახვალ დიდ სოციუმში, მაგრამ შექმენი გონივრულად შექმენი მყარი სტრუქტურა. ხო, ნუ შიშებიდან უნდა გამოხვიდე დაღმავალი კირჩხებში, როცა ფოთვებიდან და შიშებიდან უფრო სოციალური რაღაცა პასუხისმგებლობებით და კარიერის თემებით დაინტერესდეთ. შემდეგი გვაქვს დაღმავალი მერწყულ, მოდ დაღმავს მე ვიტყვი ჩემი კვანძია, ხო. ნახეთ, მე მყავს დაღმავალი მერწყულში და ასტროლოგიაში ვარ, უკვე 30 წელია. Ну, არ ვიცი ხა, მე მგონია მეტნაკლებად შევდექი ასტროლოგიაში. ხო, აი პრაქტიკიდან ვნახოთ რა, ანუ მე მგონია შევდექი. მე მგონია ის რომ მე ჩემ დაღმავალ კვანს ვამუშავებ, ჩემ ტრაგედიები არ მომხდარა ჩემ ცხოვრებაში და ხო, ჯერ კიდე ცოცხალი ვარ. და კარგად გგრძნობთ. ან მესამე სახლში ცოდნა. ანუ დაღმავალი კვანძი მერწყულში იმას ნიშნავს და ნახეთ მე როგორ მახსოვს, როგორ იყო ვაფშე, როგორ შევეხე ასტროლოგიას გეტყვით რა. ანუ რაღაცას ვეძებდი, რაღაცაა მინდოდა, ანუ ეს იყო სადღაც პირველ კურსზე ვსწავლობდი, ანუ რაღაცა, ოღონდ არ ვიცოდი რას ვეძებდი. შემხვდა რაღაც შტაინერი, გურჯიევი, ბლავაცკაია, ვიღაცებს ავიკითხე, არაფერი არ მოვიდა ჩემამდე. და პირველი წიგნი რომ შემხვდა ასტროლოგიური გადაქსერუქსებული და სიტყვები რო არ ეტყვებოდა, პირველი წინადადება რო წავიკითხე ვიცანი. ანუ ვიცანი ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ძველი ცოდნა იყო, ნახეთ, ანუ მოვიდა ეგრევე თვალები დავხუჭე და სიმბოლოები წამოვიდა თვალწინ. და ეს არის საყრდენი, ნახეთ, ეს არის საყრდენი და მხოლოდ ასტროლოგიაში მყარად ვიგრძენი თავი. მანამდე ხო ვიყავი მათემატიკაში. ხო, ანუ მიყვარდა მათემატიკა, მაგრამ ისე მყარად როგორც ასტროლოგიაში და მშვიდად ვიგრძენი თავი, ისე არსად არ ვიგრძენი. და აღმავალი კვანძი ლომში გეუბნება გლიდერული პროგრამა, გამოჩდიო, გახდი მასწავლებელი, ხო ვარ მასწავლებელი. გამოდი გააკეთე ლაივებიო, ხო ვაკეთებ ლაივებს. გადაეცი შენი ცოდნა, ანუ ჩირაღდანი გახდიო ვიღაცებისთვის, ანუ ხო, ლიდერული პროგრამები მაგას ნიშნავს. ეს არ დამკვიდრება ამ სფეროში. და თვითდამკვიდრება, ხო. ნუ კიდე ბევრი სფეროები ხა ძალიან ღმათ ვერ წავალ, ეხლა ლომის კვანძი ბევრ ამას კიდე ნიშნავს, ეხლა ძალიან ზედაპირულად გეუბნებით. არა, მაგრამ უბრალოდ გაჩვენებთ, რას ნიშნავს, რომ დაეყნოთ აღმავალ კვანძს და ანუ ეს არ ნიშნავს, რომ შენ თუ დაეყნობი დაღმავალს, აღმავალი კვანძისკენ ვერ წახვალ. არ ნიშნავს მაგას, არ ნიშნავს იმას, რომ დავუშვათ ადამიანს, ვისაც დაღმავალი კვანძი ყავს შულდოსანში, არ უნდა კონდეს უმაღლესი სკოლა სიტყვაზე. ან უნივერსიტეტში არ უნდა ჩააბარო. ან უნივერსიტეტში არ უნდა ჩააბარო. ეს ამას არ ნიშნავს. ნახეთ, ჩვენ ძალიან კარგად შეგვიძლია ღერძზე ბალანსირება გავაკეთოთ. კარი. ეხლა პირიქით თქვი შენ. აღმავალი კვანძი მერწყულში, დაღმავალი კვანძი ლომში. დაღმავალი კვანძი ლომში შესაძლებელია ერთ-ერთი სიუჟეტია, რომ ეტყველებდეს იმაზე, რომ ადამიანს ჰქონდეს ზედმეტი კონცენტრაცია საკუთარ თავზე. ანუ ადამიანს აქვს ლიდერული გამოცდილება, ყველაფერს შეიძლება აკეთებდა დამოუკიდებლად და მისი მე ძალიან დემონსტრაციულია ეხლა ამ ცხოვრებაში. შესაძლებელია ადამიანს უჭირდეს ეხლა ობიექტურობა, ადამიანს უჭირდეს კოლექტიურობა, ერთიანობა, იმიტომ რომ ლომის გამოცდილება აქვს მიღებული და ურჩევნია რაღაცები მარტომ გააკეთოს და მოუკიდებლად გააკეთოს. ხო, ანუ მეწული იმდენად კოლექტიურობას არ ნიშნავს, რამდენად ნიშნავს ობიექტურობას, ან კოლექტიურობა მაინც მე-11 სახლია რა. მერწყულში ეხლა კვანძი გთხოვს, რომ გავხდეთ უფრო ჰუმანურები. ადამიანურები, დემოკრატიულები. სიახლეების მიმართ ადამიანი მიმღები იყოს. საზოგადოებრივად უფრო გააქტიურდეს, საზოგადოების ნაწილად იგრძნოს თავი და არა ის, რომ აი მე გამოკვეთილი ვარ და მე მეფე ვარ. ეს არის ავტოკრატიის და დემოკრატიის დაპირისპირება. ნახეთ, ავტოკრატიის და დემოკრატიის ლომი და მერწყული და შესაბამისად, ანუ ისეთი თვისებები უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა, რომ ანუ აი უფრო დავარქვათ, რომ დემოკრატია, ანუ დემოკრატი ვინ არის, რომ თანასწორად უყურებს სხვებსაც, ხო? აი ეს თვისებები და ლომის კვანძებს არ აქვს ხოლმე. ნუ გააჩნია ხა მზე სად არის, მაგრამ ნუ ხო. ნუ ეს ნახეთ, როდესაც მაგალითად დაღმავალი ყავს ჰაერისტიკიაში და ისედაც ჰაერისტიკია დატვირთული გაქვს, ამ დროს უფრო დაღმავალი კვანძი ყვირის. და როდესაც სიტყვაზე ცეცხლისტიკიაში ყავს, მაგრამ ჰაერია დატვირთული,
და ჰაერში აღმავალი, ხო, ესეთ ადამიანს უფრო მარტივად გამოდის კარმული ამოცანის შესრულება, იმიტომ რომ ბუნებრივად ხასიათში აქვს ეს თვისებები. საიდუმლოს გეტყვით, რომ კიდე ბევრი რაღაცეებია, ანუ ბევრი რაღაცეები უნდა ვნახოთ იმისთვის, რომ თქვათ, ანუ ვის გამოდის მარტივად გადასვლა, ვის არ გამოდის მარტივად, ვის ვალები აქვს, ვის ბონუსები აქვს, ანუ იქ ბევრი რაღაცა უნდა ინახოს კიდე. ხო, არა მარტო ტრადიციული ასტროლოგიით, არამედ სხვა მეთოდებით. დრაკონული მეთოდით და გვაქვს ამაზეც კურსიც და შეგიძლიათ ვისაც რა გაინტერესებს. ხო, ძალიან საინტერესოა, არაჩვეულებრივად საინტერესო თემებია და ხო, იმიტომ რომ იქ რაღაც სურათები იცვლება, ძალიან იცვლება სურათები, მაგრამ ნუ ახლა პირველადი ცოდნისთვის ესეც საკმარისია ხარ, რასაც გეუბნებით. და ბოლო დაგვრჩა, ხო, მიდის შენ. აღმავალი კვანძი თევზებში, არა პირიქით. აღმავალი კვანძი ქალწულში და აღმავალი კვანძი თევზებში. და აღმავალი კვანძი თევზებში მეტყველებს, რომ ადამიანის სული ოდესღაც მიყვებოდა დინებას. იყო უფრო ემოციური, იყო ძალიან ემპათიური და მთავარი რაც არის შესაძლებელია ზედმეტად გადავარნილი იყოს სულიერებაში. შეიძლება პირდაპირ ესე სულიერებაში არ იყო, მაგრამ აი ზედმეტად ეხმარება ხალხს. დათურ სამსახურს უწევს ადამიანებს. ამ სვერპლის როლშია მანიპულატორია. დაღმავალი თევზებში მეტყველებს, რომ ადამიანმა ეს პრაქტიკული მიწიერი გამოცდილება, რაც არის ქალწულის გამოცდილება, არ მიიღო. და ეხლა ევალება დაეყრდნოს თავის მენტალურ გამოცდილებას ტვინს პირველ რიგში. რაციონალური აზროვნება ისწავლოს, არ მიყვეს დინებას, ანუ ყველაფერი დეტალებში წვრილმანებში გათვალოს, ანუ ორგანიზებულობა ისწავლოს. ისწავლოს მატერიაზე კონცენტრაცია, ანუ უფრო პრაქტიკული და პრაგმატული გახდეს. აქ დაღმავალი თევზებში რო ადამიანს დახმარება უყვარს, მაგრამ ეხლა რას გთხოვს აღმავალი კვანძი ქალწულში, რო ეხმარები უკან რაღაც უნდა მიიღო, ანუ ზომიერ დონეზე, აი ძალიან მცირე დონეზე ამ დროს. აი მერკანტილურობაც თითქოს კარგია აღმავალი როცა ნუ ეხლა მე ძალიან ზომიერ დონეზე. სიტყვებს ხო ხვდები სიტყვების თამაშს ეხლა ანუ მერკანტილურობა ისეთი სიტყვაა ხო, მაგრამ კი რაღაცა რესურს რაში ცდებ, უკან უნდა მიიღო რაღაცა უცილებლად. ნახე რო გაიგო მარტივად გეტყვით, ანუ ძალიან ხშირად ანუ ეხლა რასაც უყურებ პრაქტიკიდან, ხო? ადამიანს ვინც არის ხელოვნებაში, აი ოპერის მომღერლები, მუსიკოსები ძალიან ხშირად ყავს დაღმავალი კვანძი თევზებში. ან ეზოთერიკაში თუნდაც. ხო, მაგრამ აი იქ ძალიან კარგად ჩანს, ნახეთ, აი მუსიკაში და ხელოვნებაში, ანუ ნიჭით იბადება, თევზების ნიჭით, მუსიკალური ნიჭით იბადება, მაგრამ აღმავალი კვანძი ქალწულში მეტყველებს იმაზე, რომ უნდა იშრომოს. უნდა შრომა უნდა ისწავლოს, ან მიწიერი შრომა, ყოველდღიური რუტინა. უნდა ისწავლოს. თუ ამას ვერ გააკეთებს, გინდ ქონია ის ნიჭი და გინდ არ ქონია. ნიჭი დარჩება ნიჭად და მერე ეს აი ცუდი დამუშავება რა იქნება. ქართველი დედების ტრადიციული დახასიათება თავისშვილების ნიჭიერია და ზარმაცია. ეს იქნება. აი ცუდი დამუშავება რა იქნება. ნახეთ, აი როცა მართლა არასწორად მოქმედებს ადამიანი, ანუ ადამიანს ეს მუსიკალური ნიჭი აქვს. მღერის, რაღაცა როცა მოუნდება, მაშინ გადის კონცერტზე, როცა მოუნდება, მაშინ დაუკრავს იმაზე, ანუ დინებას მიყვება. შრომას ყოველდღიურ შრომას არ დებს. ხო, აი ეს იქნება დაღმავალზე ჯდომა და აქ უკვე სამყარო, როცა აღმავალზე არ გადადის ადამიანი, მართლა გაგვჭედავს, მართლა სირთულეებს წავაწყდებით, თუ ადამიანი მხოლოდ თევზებზე ზის და არ ამუშავებს ქალწულს არანაირად. ხო. და რა დაგვრჩა ბოლო, ხო, დაღმავალი ქალწულში, ხო და დაღმავალი ქალწულში, ხო კი, გეუბნება რომ კი, შენ გაქვს იმის გამოცდილება, რომ რაციონალურად აფასებდი, შეიძლება იქ, რა ქვია, შრომის გამოცდილებაც გაქვს, არქეტიპი ქალწულის აღებული გაქვს, იმას ნიშნავს, რომ ანუ შეიძლება იყავი მსახურის როლში, პრაქტიკული მსახურის როლში, მშრომელის როლში, ნუ ეხლა არქეტიპებზია ლაპარაკი. ეხლა უნდა გამოიმუშაო უფრო მეტი ემპათია, უფრო მეტი ნდობა სამყაროს მიმართ, უფრო მეტი ინტუიცია, უფრო გამოხვიდე, უფრო აი სუფთა პრაგმატული თემებიდან, სუფთა ისეთი თემებიდან, რასაც შეიძლება ხელით შეეხო და ანუ მეტი მიმართო ყურადღება ისეთ რაღაცებს, რაც უხილავია შენთვის, ხო, რაც რწმენის საგანია შენთვის, რაც ხო, ანუ ასე ხელით ვერ შეეხები, ხო. ცოტა მიენდო სამყაროს მოეშვა. მიენდე სამყარო, გახსენი საზღვრები, იმიტომ რომ ქალწული ძალიან ჩარჩოში მცხოვრები ნიშანია და თევზები ხო ძალიან ჩარჩოს გარეთ გასული, ხო? აქაც ხო ეს მსახურების ღერძია ძალიან ხშირად ვხედავთ ჩვენ ამ ღერძს პატრიარქების
და ასეთი ადამიანების ანუ რუკებში სასულიერო პირობებში, იმიტომ რომ ანუ ქვია ამას მსახურების ღერძი ქვია. მსახურება შეიძლება იყოს სულიერი თევზები და შეიძლება იყოს პრაქტიკული, ხო, ქალწული. ხო და აი გეუბნებიან რომ აი გამოდი რაციონალური ხედვებიდან და შეხედე უფრო ფართედ სამყაროს. გააცნობიერო რომ მიწის მაღლაც არსებობს რაღაც. ხო, და მაშინ კარგად იქნება. აი ეს არის რა, მე მგონი ძალიან გასაგებად ავხსენით. ანუ ეს თემა, ნუ ეს რა თქმა უნდა პირველად იცოდნაა და ამას ბევრი საფეხურები და ფენები აქვს კიდე ქვემოთ, მაგრამ ნუ ეს ახლა შეუძლებელია რომ აქ მოვყვეთ. ამით ვასრულებთ ამ გადაცემას და გემშვიდობებით. ნახვამდის.